ნოქალაქევში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალაა აღმოჩენილი. კვლევრებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა ზემო იმერეთშიც 34,000 წლის წინანდელი ნემსი, რომელიც ადასტურებს, რომ ამ რეგიონში ქსოვილის დამუშავება უძველესი ტრადიციაა. ქართული სამოსი და სამკაული ეს არის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად ქცეული კულტურა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა. ქართველებისთვის სამოსი მხოლოდ საჭიროება კი არა, ესთეტიკის, წესჩვეულებებისა და ეროვნული იდენტობის გამოხატულება იყო. ქართული სამოსის ევროპული მოგზაურობა მარიამ შანშიაშვილის რეპორტაჟში. ქართული გენი და ხასიათი ამ სამოსელში ცოცხლობს. ქვეყნის ისტორიის თანაზიარია. სამოსელში, რომელმაც თაობები გამოიარა, გაზარდა და ეროვნულ მემკვიდრეობად იქცა. იმ დროში ყველაფერი შინ იქმნებოდა. ჩვენი წინაპრები შინ რთავდნენ ძაბს, ქსოვდნენ ქსოვილს, შემდეგ კი კერავდნენ. ისეთ მომნუსხელ სამოს, რომელიც დღეს ქართული ეთნოკულტურის განუყოფელი ნაწილია. წარმოაჩენს ეროვნულ ხასიათს, ქართველთა ცხოვრების წესსა თუ ტრადიციებისადმი ერთგულებას, ჩვენი წინაპრების ესთეტიკურ ღირებულებებს. აქამ ორნამენტებში, ნაქარგებში, ფერებსა და აქსესუარებში საუკუნოვანი ტრადიცია ჩვენი წინაპრების ყოფას უნთქავს. დრომ რომ შემოგვინახა და ჩვენამდე მოიტანა. ჩვენი წარსულის მემკვიდრეობაზე ამეტყველებული ეს სამოსი და სამკაულები საუკუნეებს ითვლის და საუკუნეებზე გვიყვება. საუკეთესო ჩოხა აქლემის ბეწვისგან კეთდებოდა. ქალბატონების ჩაცმულობა მამაკაცებისგან განსხვავებით ბევრად მრავალფეროვანია. როგორც ფერით, ისე ნაქარგობით, ისე სამკაულით, ძალზედ მნიშვნელოვანია ეს დეტალები და ბავშვების სამოსი, რომ იცოდეთ, არ განსხვავდებოდა უფროსებისგან. ხანჯალიც კი ჰქონდათ პატარა ბავშვებს და მე სულ მიკვირდა, მეგონა რომ ეს ხომ შესაძლებელია რომ არ იყო მჭრელი, მაგრამ როგორც ჩანს ბავშვებს თავიდანვე აჩვევდნენ თავდაცვას. მე-18 საუკუნის დასასრულისთვის ქართული სამოსის კომპლექტში აქტიურად მკვიდრდება კაბის სახეობა ჩოხა, რომელმაც გულისპირზე დაკერებული ქილების წყალობით განსაკუთრებული ორიგინალობა შეიძინა და საყოველთაოდ გავრცელდა. აი ესეთ ფორმით, როგორც ჩვენ ვართ, უფრო ყალიბდება მე-17 საუკუნის ბოლოს, მე-18-ის დასაწყისში, როდესაც კავკასიაში ვითარდება ცეცხლსასროლი იარაღი, მასალა, სადაც იყო როგორც დენთი, ასევე ტყვია, აქ იყო მოთავსებული. თუ თავადიშვილს ჰქონდა საშუალება ქონოდა რამოდენიმე ხელი სამოსი, შეძლებულ გლეხს აი ვინ ძალიან ღარიბი არ იყო, ერთი კარგი გაწყობილი ჩოხა, გამარხანჯლით და ყველაფრით ჰქონდა. ეცვა გლეხსაც და დიდგვაროვანსაც. ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ქართულ კაბასთან შედარებით იგი უფრო იაფი და ხელმისაწვდომი იყო. დროთა განმავლობაში გამოიკვეთა ჩოხის სხვადასხვა სახეობა. ბარში ეროვნულ სამოს დიდგვაროვნები გასაბჭოებამდე ატარებდნენ. თისადაბარი სამოსი ხეთებთან და მიდიელებთანაც იყო დაკავშირებული. მაგალითად, ხევსურული სამოსი ძალიან ჰგავს უძველეს ხეთების შესამოსელს. ყველაზე ძველი მე-19 საუკუნის დასაწყისის ხევსური მამაკაცის პერანგია შემორჩენილი. ჯერ წარსულში დაბრუნდნენ, იქ იმოგზაურეს, მერე ეთნოგრაფიული მასალები შეისწავლეს. ძველს თანამედროვე დეტალებით შემატეს და ასე შექმნეს აქ სამოსელი. მამაკაცის თუ შორის სამოსი, ძველი, რომელიც ესე ცვათ და ასევე ხევსურული სადიაცო. კაბა ვილობთ, რომ გავაცოცხლოთ, აღლადგინოთ და უკვე ახალ სამოსზე გადმოვიტანოთ. უნიკალური თუშური პალტო. მსგავსი ეცვა აღმოვაჩინეთ ვაჟა-ფშაველას ფოტოზე.
ნემსი და ძაფი ჩვენმა წინაპრებმა 34,000 წლის წინ რომ აიღეს, ამას არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი არტეფაქტებიც ადასტურებს. ზემო იმერეთში მიაკვლიეს სელის ბოჭკოს პირველ ნაშთებსაც. დროთა განმავლობაში იცვლებოდა ქსოვილები, რომლითაც ქართული სამოსი იკერებოდა. იყენებდნენ ტილოს, ჯვალოს რომ ეძახდნენ, შემდეგ შალსა და აბრეშუმს. თანამედროვეობაში ჯინსის ქსოვილის გამოყენებაც სცადეს. ჯინსის ქსოვილზე გავაკეთეთ რამდენიმე სამოსი, რაც ვფიქრობთ, რომ ძალიან მოუხდა, ძალიან კარგად მიიღო ხალხმა. ჩვენი წინაპრების სამოს ამშვენებდა უნიკალური სამკაულები. ხშირად ვერცხლის, ოქროს, სპილენძის ნაკეთობებს ტანის სამოსზეც იმაგრებდნენ. ყველა კუთხეს თავისი ორიგინალური ორნამენტი ამშვენებდა. ტრადიცია თანამედროვეობაში 10 წლის წინ აქ გააცოცხლეს. სწორედ ამ კედლებში დაიწყეს იმგვარი სამკაულების დამზადება, რომლითაც ჩვენი წინაპრები იწონებდნენ თავს. როდესაც მე-19 საუკუნის სამკაულზე ვსაუბრობთ, ძალიან განუყოფელი ნაწილი იყო ტანსაცმელთან ერთად. ხშირად მას იკერებდნენ კიდევაც ტანსაცმელზე და როდესაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ გადმოვიტანოთ იგი თანამედროვეობაში, ხშირად ხდება, რომ გვიწევს გარკვეული გასადავება. იმიტომ რომ მაშინ გარკვეული სტატუსის მანიშნებელი იყო, ქალბატონს რაც უფრო დატვირთული ესეთი სამკაული ეკეთა, უფრო მაღალი ფენის წარმომადგენლიც იყო მანიშნებელი. არის საინტერესო სხვათა შორის ფრესკა, რომელიც ბედიის მონასტრის ბაგრატ მესამეს გამოსახული სასაფეთქლე, რომლის მიხედვითაც დავამზადეთ საყურე. ქართული სამოსისა და სამკაულის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია მოგზაურობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იწყებს. მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის წარმოჩენის მიზნით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პროექტისთვის ქართული კულტურის დღეები, რომელიც საზღვარგარეთ დაახლოებით 20 ქვეყანაში გაიმართება, ქარავანის პრინციპით იმოგზაურებს მსოფლიოში და წარმოაჩენს ჩვენს ტრადიციას და ვაჩვენებთ უცხოელ მოსულ სტუმრებს, თუ როგორი საინტერესო ხასიათის მატარებლები ვართ ქართველები. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში კი ეროვნული სამოსისა და სამკაულის მუდმივ მოქმედი გამოფენა იქნება. ჩვენი კულტურის ცოცხალი მემკვიდრეობა საქართველოდან კილომეტრების დაშორებით გაცოცხლდება და ქართველი ხალხის საუკუნოვან ისტორიას ეს სამოსი და სამკაული ყველა ქვეყანაში მოყვება.